20 ოქტომბერი დილის 8 საათიდან 16 საათამდე პერიოდი. მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში ალეპოში ამ დროს ცეცხლი 8 საათით შეწყვეტილი იქნება. საკითხზე რუსეთი და სირია შეთანხმდნენ. აღნიშნულ პერიოდში სპეციალური კორიდორების საშუალებით მოსახლეობას ჰუმანიტარულ დახმარებას მიაწვდნენ. ასევე იქნება დერეფანიც, რათა მებრძოლებმა ქალაქი დატოვან. ცეცხლის დროებით შეწყვეტას კეთილი ნების გამოვლინებას უწოდებს რუსეთი. გადაწყვეტილებას მიესალმება საერთაშორისო საზოგადოებაც, თუმცა ისინი 8 საათიან მშვიდობას არასაკმარისად მიიჩნევენ. არის როლო. წარწერით ყვითელმაისურიანი 12 წლის მარუფი მორიგი გადარჩენილი ბავშვია ალეპოდან. 20 ოჯახის წევრიდან დღეს მხოლოდ ის არის ცოცხალი. დაღუპულებს შორის 9 ბავშვია. ყვითელმაისურიანი ბიჭის თხოვნა არ ისროლო 8 საათით შესრულდება. ინტენსიური დაბომბვის შემდეგ 8 საათიან პაუზას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კეთილი ნების ჟესტს უწოდებს. Жест доброй воли. ეს არის კეთილი ნების ჟესტი. იმედი გვაქვს, რომ ეს პაუზა გამოყენებული იქნება იმისთვის, რომ მოხდეს ნუსრას ფრონტისა და იმ ჯგუფების განსხვავება, რომელსაც შეერთებული შტატები და სხვა ქვეყნები უჭერენ მხარს. რუსეთი და სირია შეთანხმდნენ, რომ 20 ოქტომბერს ქალაქ ალეპოში დილის 8 საათიდან 16 საათამდე ჰუმანიტარულ პაუზას გამოაცხადებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ 8 საათის განმავლობაში ქალაქში არავინ ისვრის. შეიქმნება 6 კორიდორი, რომლითაც მოსახლეობამდე ჰუმანიტარული დახმარება მივა. გარდა ამისა, შეიქმნება 2 სპეციალური დერეფანი, რომლითაც მეამბოხეებმა ქალაქი უნდა დატოვონ. რუსეთის საჰაერო კოსმიურმა ძალებმა და სირიის სამხედრო საჰაერო ძალებმა დღეს დილიდან ვადაზე ადრე შეაჩერეს ქალაქ ალეპოს დაბომბვა. ავიაიერიშები ვადამდე შეწყვეტა აუცილებელი ეგრეთ წოდებული ჰუმანიტარული პაუზისთვის. ევროკავშირში ამ ნაბიჯს პოზიტიურად აფასებენ, თუმცა თვლიან, რომ 8 საათი საკმარისი არ არის. გამოცხადებული 8 საათიანი ცეცხლის შეწყვეტა პოზიტიური ნიშანია და შესაძლოა დასაწყისი იყოს, მაგრამ ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი. მიმდინარეობს მსჯელობა, საკმარისი იქნება თუ არა ეს 8 საათი. ამ თემაზე დასკვნას ჩვენ ვერ გავაკეთებთ. ეს ჰუმანიტარული ორგანიზაციების შესაძლებელია. ძალიან სერიოზული მუშაობაა ჩასატარებელი. ბოლო შეფასების მიხედვით, რასაც ჩვენ გავეცანით, საჭირო იყო არა 8, არამედ 12 საათი. გარდა ამისა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც წერია, რომ მას შემდეგ, რაც სირიის რეჟიმმა და მისმა მოკავშირე რუსეთმა თავდასხმები დაიწყეს ალეპოზე, საჰაერო დარტყმების ინტენსივობა და მასშტაბი არაპროპორციული გახდა, რაც შეიძლება ჩაითვალოს ომის დანაშაულად. ევროპელი ლიდერების განცხადებით, რუსეთი საჰაერო დარტყმებისას არალეგალურ იარაღს იყენებს. სირიის პრეზიდენტი კი დამნაშავეა ქიმიური იარაღის გამოყენებაში. ეს ალეპოა, ომამდე სირიის ყველაზე ხალხმრავალი ქალაქი. რთული ვითარება ალეპოდან 400 კილომეტრი დაშორებულ ერაყის ქალაქ მოსულში, სადაც ისლამისტებისგან გათავისუფლების ოპერაცია მიმდინარეობს. სახმელეთო ოპერაციის დაწყების შემდეგ ერაყის სამთავრობო არმიამ კოალიციურ ჯარებთან ერთად 20 სოფელი უკვე გაათავისუფლა. პირველი მასშტაბური იერიშების მიუხედავად ისლამისტები სამთავრობო ჯარებს აქტიურ წინააღმდეგობას უწევენ. მოსულის გათავისუფლების ოპერაცია სწრაფ მოქმედებაზე გათვლილი არ არის და კომპლექსური ხასიათის გამო შესაძლოა რამდენიმე თვეს გაგრძელდეს. ერაყში ისლამისტების წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება. ქალაქ მოსულის გასათავისუფლებლად დაწყებული სამხედრო ოპერაცია გასული ღამის განმავლობაშიც არ შეწყვეტილა. სამთავრობო კოალიციური არმიის იერიშს ეგრეთ წოდებული ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა კონტრშეტევით უპასუხეს და სატანკო შენაერთებს თავს დაესხნენ. მოსულის სამხრეთით ფრონტის ხაზი ქალაქიდან 40 კილომეტრშია. ერაყის სამთავრობო არმია დღის განმავლობაში 4 კილომეტრის სიღრმეზე გეგმავს შეტევას. სახელმწიფო ჯარებმა უკვე გაათავისუფლეს 10 სოფელი, თუმცა მოსულის გარეუბნებამდე კიდევ 70 სოფელია დარჩენილი. სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობისას ერაყის შერაღებული ძალების კოლონას თვითმკვლელი ტერორისტი დაესხა თავს. შემთხვევის შედეგად დაიღუპა 70 მებრძოლი. მოსულზე იერიშის დაწყებიდან 24 საათში კი ქურთმა მებრძოლებმა ქალაქის აღმოსავლეთით 200 კვადრატული კილომეტრი ფართობის 9 სოფლისა და ერბილ-მოსულის დამაკავშირებელი გზის გაწმენდა შეძლეს. მოსულის ოპერაციის პირველი ფაზა მიმდინარეობს. ქურთული დანაყოფების შეტევას აღმოსავლეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ახორციელებენ. ეს საბრძოლო ოპერაციებში პეშმერგასა და ერაყის არმიის პირველი ერთობლივი მოქმედებაა და ვიმედოვნებთ, რომ სამომავლო ურთიერთობებისთვის კარგი დასაწყისია. შეტაკებების მიმდინარეობისას ისლამისტებმა თავდაცვითი ზომების სხვადასხვა ხერხს მიმართეს და ქალაქის სიახლოვეს მდებარე სანგრებში ჩაღრმილ ნავთობს ცეცხლი წაუკიდეს. შედეგად ათეულობით კვადრატული კილომეტრის ფართობის შავი კვამლითაა დაფარული. გარემოს დამცველები ამბობენ, რომ მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.
კვამს უარყოფითი ეფექტი ექნება განსაკუთრებით ბავშვებზე და ფეხმძიმე ქალებზე. აგრეთვე დააზარალებს ქურთისტანის გარემოს. ცუდი ეფექტის გავლენა დიდხანს გაგრძელდება, ამიტომ მოკავშირეებს რაიმე ხერხით ცეცხლის ჩაქრობა უნდა ვთხოვოთ. პარალელურად ქალაქ მოსულში საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაცია ეგრეთ წოდებული ისლამური სახელმწიფოს სამხედრო ობიექტებზე შეერთებული შტატების ავიაციამ იერიშები განახორციელა. პენტაგონის განცხადებით ერაყის შერაღებული ძალები უფრო სწრაფად მიიწევენ წინ, ვიდრე ეს დაგეგმილი იყო. თუმცა ვაშინგტონში შიშობენ, რომ ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები ქალაქში დარჩენილ 1,5 მილიონ ადამიანს ცოცხალ ფარად გამოიყენებენ. ერაყის არმია ამოცანებს კარგად ასრულებს, თუმცა შეფასება ნაადრევია, რადგან ისლამისტები ბრძოლაში ბოლომდე ჩართული ჯერ არ არიან. დარწმუნებული ვართ, რომ ერაყელებს ამოცანის ბოლომდე შესრულება შეუძლიათ და ამერიკის შეერთებული შტატები კოალიციასთან ერთად მზადაა მათ დასახმარებლად. ერაყში მიმდინარე სამხედრო ოპერაციაზე დღეს კომენტარი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც გააკეთა. რა თქმა უნდა, ოპერაციას თვალს ვადევნებთ, რადგან ჩვენი ყველას ინტერესია ისლამისტების დამარცხება. რამდენადაც ვიცი, ქალაქს ბოლომდე ალყა დარტყმული არ აქვს. არსებული კორიდორი აჩენს რისკს, რომ ჯიჰადისტები მოსულსა და ერაყს დატოვებენ და სირიაში გადავლენ. მოსულის გათავისუფლების ოპერაციაზე მსჯელობენ ბრიუსელში ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრისა და ნატოს გენერალური მდივნის შეხვედრაზეც. სახმელეთო ოპერაცია სავარაუდოდ რამდენიმე თვეს გაგრძელდება.